1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მესამე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე დასრულდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერმა, რომელმაც საბჭოთა რესპუბლიკას არჩევნები მოუგო, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სახალხო ლიდერად იქცა, ქვეყანა დამარცხებულმა დატოვა. საქართველო დამარცხდა სამოქალაქო ომში, ორ სეპარატისტულ ომში. ვერ გაუმკლავდა ეკონომიკურ კოლაფსს და სახელმწიფო სრულ სიბნელეში, შიდა აშლილობასა, სიღატაკესა და კოლაფსში ჩაიძირა. გავათავისუფლეთ საქართველო. გაუბედურებული და დაცემული ქვეყნის გადარჩენის მისია ისტორიამ ედუარდ შევარდნაძეს დააკისრა. საქართველოს მეორე საბჭოთა რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს და საბჭოთა კავშირის პერესტროიკის ეპოქის საგარეო საქმეთა მინისტრს. 1992 წლის 7 მარტს სამშობლოში დაბრუნებულ შევარდნაძეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სამოქალაქო ომად ქცეული დაპირისპირების მხარდაჭერაში სდებდა ბრალს. მეორე მხარეს მყოფი ნაწილი კი მასში იმ ერთადერთ მხსნელს ხედავდა, რომელსაც კრიმინალურ ანკლავად ქცეული ტერიტორია კვლავ სახელმწიფოდ უნდა ექცია. ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფოს შენების ამოცანას ყოველგვარი რესურსის ფლობის გარეშე, შიშველი ხელებით, უკიდურესი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის პირობებში უნდა გამკლავებოდა. თუ ერთად იქნება, ჩვენ შევძლებთ მრავალ ფუძემდებურ საკითხთა შორის, რომლის დაძლევაც გასული საუკუნის მიწურულს ქვეყანას მოუხდა, მთავარი ქვეყნის კონსტიტუციის შექმნა გახლდათ. ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას იმ პირობებში, როდესაც საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად აღარ არსებობდა, ხორცშესხმა აღიარება და ცნობა ესაჭიროებოდა. ქვეყანაში იმ დროისთვის სამართლებრივი თვალსაზრისითაც სრული ქაოსი სუფევდა. შეღია ტენჯესვით. თუ ვინმე ფრის რომ. ვინ არის წინააღმდეგი? მოიცადე. ავი, ვინ შეიკავა? არჩეულია ერთხელ. მოიცადე. როდესაც ზვიად გამსახურდიას ბლოკმა მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები მოიგო, უზენაესი საბჭოს შეკრებისთანავე 14 ნოემბერს იმ დროს მოქმედ კონსტიტუციაში უამრავი ცვლილება შეიტანა. შეიცვალა დროშა, გერბი, ჰიმნი, მმართველობის ორგანოების დასახელებები. გაუქმდა კომპარტიის წამყვანი როლი და გაჩნდა საკუთრების უფლება. პირველივე სესიაზე მიიღეს კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომელმაც დაადგინა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ქვეყანაში ძველი 1978 წლის 15 აპრილს მიღებული შესწორებული საბჭოთა კონსტიტუცია იმოქმედებდა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ არჩევის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი ადგენს არჩეულ იქნეს ზვიად კონსტანტინეზე გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად. მადლობა. $1992 წლის 21 თებერვალს ქვეყნის მმართველობაში აღმოჩენილმა სამხედრო საბჭომ გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომლითაც 1921 წლის კონსტიტუცია არსებული რეალიების გათვალისწინებით აღადგინა. ამავე დეკლარაციით დამხობილ პრეზიდენტს საბჭოთა კონსტიტუციის შენარჩუნება უსაყვედურეს. 11 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულმა პარტიებმა კი იმელის შენობაში მიიღეს კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ. დასახელებული დოკუმენტები მათი შინაარსობრივი თუ ფორმალური გაუმართავობის გამო
კვაზი-კონსტიტუციურ აქტებადაა მიჩნეული. როდესაც ხელისუფლება მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, რასაც ქვია, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, იმ დღიდან ბუნებრივია საკანონმდებლო ცვლილებები დაიწყო და ეს ძირითადად ეხებოდა იმას, რომ აი მაგალითად ამოიღეს კონსტიტუციიდან სიტყვა სოციალისტური, დაერქვა საქართველოს რესპუბლიკა და არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ეს ფორმალური ცვლილებები ძირითადად არ ასახავდა არსებით რაღაცა თუნდაც საზოგადოებრივი პოლიტიკური ეკონომიკური ცვლილებებს. ცვლილებები, რა თქმა უნდა, იყო მიღებული, მაგრამ ის რომ თქვათ, აი ახალი კონსტიტუცია ყოფილიყო მიღებული, ამ დონემდე ვერ მივიდა, ვერც დროის თვალსაზრისით და ვერც შინაგანი მდგომარეობის. რა თქმა უნდა, ყველაფერი იმელის პარლამენტში იწყება, საკონსტიტუციო კომისია არის შექმნილი, იგივე ჯონი ხეცურიანი ხელმძღვანელობდა, როგორც მახსოვს, იქ ვახტანგ ხმალაძე აქტიურად მონაწილეობდა და სხვები და აი ამ საკონსტიტუციო კომისიამ დიდი ხნის ჯერ კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ, ვიდრე იმ კონსტიტუციას მიიღებდნენ, იყო ასეთი კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ, რომელიც არეგულირებდა, თუმცა ნუ კონსტიტუციის ფაქტობრივად ძალა ჰქონდა იმ დროს, სხვა მაგაზე სხვა მაღალი კანონი არ არსებობდა. საქართველოში პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის, მისი პრინციპებისა თუ დებულებების პოპულარიზება 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმით დაიწყო. ბიულეტენში ერთადერთი კითხვა ეწერა: გსურთ თუ არა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამ დღიდან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და მისი კონსტიტუცია ჩვენს თანამედროვე დოკუმენტსა და აწმყოზე უდიდეს ზემოქმედებას მოახდენს. როდესაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ეროვნულმა საბჭომ საკონსტიტუციო კომისია 10 დღეში შექმნა და მასალების შეგროვება დაიწყო. 10 თვის თავზე კი თავისი ნაშრომი უკვე დამფუძნებელი კრების კომისიას გადაულოცა. დამფუძნებელ კრებაში აბსოლუტური უმრავლესობით ერთი პარტიაა წარმოდგენილი. სოციალ-დემოკრატთა მიერ კონსტიტუციის არც შემუშავებას და არც მიღებას წინ ვერაფერი გადაეღობებოდა. საკონსტიტუციო კომისიის პირველი თავმჯდომარე და რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე მოგვიანებით წერდა: დავიწყეთ რა კონსტიტუციის პროექტის შექმნა, ჩვენ ხელთ გქონდა მსოფლიოს ყოველი უფლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია. უნდა ითქვას, რომ ბევრი ძირითადი იდეა გადავიღეთ შვეიცარიის კონსტიტუციიდან და შეუთავსეთ საქართველოს სინამდვილეს. მაგრამ სხვა უფლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციებიდანაც გამოვიყენეთ ესა თუ ის პრინციპი. 1920 წელს, როდესაც კონსტიტუციაზე მუშაობა გააქტიურდა, პრესაში 17 თავისა და 166 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტის ნაწილები ეტაპობრივად ქვეყნდებოდა. წლის მიწურულს დამფუძნებელი კრების მეორე სესიის 59 საგანგებო სხდომაზე კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაიწყო. ნოე ჟორდანიამ მწვავედ გააკრიტიკა პროექტის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო მოწყობას ასახავდა და მიუღებლად პრეზიდენტის როლის შესუსტება მიიჩნია. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია წითელი არმიის ინტერვენციის პირობებში მიიღო. რამდენიმე დღეში საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. თუმცა უმნიშვნელოვანესმა დოკუმენტმა, რომელმაც თავისი დროის თვალსაჩინო აღიარება მოიპოვა, ქვეყნის შემდგომი ისტორია მნიშვნელოვნად განსაზღვრა.
1921-დან 1991 წლამდე, ვიდრე ზვიად გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, საქართველომ 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რესპუბლიკის სახით იცხოვრა და 3 კონსტიტუცია გამოიცვალა. 1922 წლის ამიერკავკასიის ფედერაციის კონსტიტუცია, 1936 წლის სტალინის კონსტიტუცია და 1978 წლის ბრეჟნევის კონსტიტუცია. ეს უკანასკნელი ჩვენს მეხსიერებას ძირითადად ენის საკითხზე გამოსვლებით შემორჩა. სწორედ ამ ბოლო ვერსიის ჩანაცვლება იყო მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად აღდგენილი საქართველოს მესამე რესპუბლიკისთვის. 1921 წლის კონსტიტუცია იყო საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ის იყო პროგრესული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვისაც. ვიცით, რომ ამ კონსტიტუციას ქმნიდა სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, რომლებმაც უამრავი კომპონენტი გაითვალისწინეს ისეთი, რომელიც არათუ იმდროინდელი მსოფლიოსთვის, არამედ დღევანდელი მსოფლიოსთვისაც ძალიან უცხოა და რიგ შემთხვევაში თანამედროვე და პროგრესული. რა თქმა უნდა, კონსტიტუცია, რომელმაც სულ რამდენიმე დღე იარსება, თავისი შინაარსით ვერ იქნებოდა ეფექტის მომხდენი, მაგრამ ისტორიას დაუტოვა და შემოუნახა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველოს იმ დროსაც და ქართულ ხალხს იმ დროსაც ძალიან პროგრესული იდეები ჰქონდა. რას გულისხმობდა ეს კონსტიტუცია? უპირველეს ყოვლისა, ის აღიარებდა დემოკრატიის პრინციპებს და პირველად ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ფორმალიზება გავაკეთეთ ამის, თავისუფლება, დემოკრატია, სახელმწიფო მოწყობის სისტემები და ხალხის მონაწილეობა ამ ყველაფერში. ამავდროულად საინტერესო ის იყო, რომ ეს იყო პირდაპირი დემოკრატიის ელემენტები იდო, ანუ ხალხი უშუალოდ მონაწილეობდა გარკვეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა მხოლოდ წარმომადგენლობითი ფორმით. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეთნიკური და რელიგიური სხვადასხვა უმცირესობების უფლებები იყო აღიარებული და დაცული, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიაშიც გათვალისწინებული იყო, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობები უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ არჩევნებში ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში, ფარი ხანუმი და რა თქმა უნდა, ქალების უფლებები, ეს ჩემი უსაყვარლესი თემა არის. 1992 წლის შემოდგომაზე გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა შევარდნაძეს, რომელიც იმელის პარლამენტმა თავმჯდომარედ ერთხმა დაირჩია, ლეგიტიმაცია შესძინა. წლის მიწურულს ედუარდ შევარდნაძე სპეციალისტების შეკრებას იწყებს და საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობას აწყებინებს. საქმეში უცხოელებიც ერთვებიან. მომდევნო წლის 19 თებერვალს შევარდნაძის თავმჯდომარეობით საკონსტიტუციო კომისია ოფიციალურად იქმნება. 118 წევრისგან შემდგარი მოუქნელი ორგანო იმ დროის ურთულესი და პოლიტიკურად ჭრელი გარემოს პირმშოა. დებულების მოთხოვნა, კომისიის სხდომები თვეში ერთხელ მაინც ჩატარებულიყო, ვერც ერთხელ ვერ შესრულდა. თუმცა კომისიის მთავარი პრობლემა წევრთა სრული უმრავლესობის არაკომპეტენტურობა იყო. მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში სახელმწიფო წყობილების მნიშვნელობა მხოლოდ სპეციალისტ და ვიწრო წრეს ესმოდა. ამგვარ ვითარებაში იქმნებოდა კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობას საძირკვლად უნდა დადებოდა. საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურად შეკრება მხოლოდ 1995 წლის მაისის ბოლოს მოხერხდა. განვლილი 2 წლის განმავლობაში დოკუმენტზე ძირითადად კომისიის სამდივნო მიმუშავა. ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ნაწილი თავის ვერსიებს ამუშავებდნენ. შედეგად კომისიაში 12 პროექტი დარეგისტრირდა, რომელთა უმრავლესობა ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებდა. საბოლოოდ 3 ძირითადი პროექტის სინთეზით კომისიის წევრების ჩიკაგოსა და ბუდაპეშტში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად წარმართული დისკუსიების, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების და უდიდესი წინააღმდეგობების დაძლევის შედეგად კომისიის მუშაობა გააქტიურდა. თუმცა პროცესის აჩქარების მთავარი ფაქტორი ედუარდ შევარდნაძე იყო.
1994 წლის 22 დეკემბერს სარედაქციო ჯგუფის მე-13 სხდომა იქცა შემოbrunების წერტილად. როდესაც ედუარდ შევარდნაძე კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობას ინტენსიურად იწყებს და პრაქტიკულად მისი ავტორი ხდება. სხდომის ბოლოს ის ამბობს: ფიქრობ, საქართველოს სახელმწიფოს ასაშენებლად 10-15 წელი მაინც სჭირდება. ჩვენ დღეს იმ ეტაპზე ვართ, როცა ურთულესი პრობლემები უნდა გადავჭრათ. ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანობა უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა კონსტიტუციის შემუშავებისას. მე მგონი არ ვაჭარბებ, რომ მდგომარეობა უმძიმესია. საკონსტიტუციო კომისიაში მთავარ წინააღმდეგობას ბადებს ძალთა ბალანსის საკითხი. რამდენად ძლიერია პრეზიდენტი? ხომ არ კნინდება პარლამენტი? რა უფლებამოსილებები გააჩნია ერთს ან მეორეს? უახლესი წარსულის ფონზე პროექტის ოპონენტებად ქცეულ სპეციალისტებს ავტორიტარიზმის და ძლიერი პრეზიდენტის არამარტო შინაარსი, არამედ სახელწოდებაც კი აშინებთ. თუმცა უმრავლესობა და ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა თავისას შვება, არჩევანის სტაბილურობის, წესრიგის და ძლიერი ლიდერის სასარგებლოდ კეთდება. რეალურად თუ გადავხედავთ ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიას, პირდაპირ მიესადაგება იმ ზოგად ისტორიას, რომელიც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ გასული 35 წლის მანძილზე, როგორი იყო პოლიტიკური სისტემაც და სულისკვეთებაც, ისეთივე იყო კონსტიტუციის შესაბამისი რედაქციები. კიდევ ერთხელ 95 წლის კონსტიტუციის რედაქცია იყო მიდრეკილი ავტოკრატიისკენ და ნახევრად ავტორიტარული სისტემა, ავტოკრატიული სისტემა იყო კიდეც ჩამოყალიბებული. 2004 წელს იყო სრულიად განსხვავებული სულისკვეთება, მაშინ იყო პირდაპირ ინტერესი, რომ უკვე სრულად ავტოკრატიული და ავტორიტარული სისტემა ჩამოყალიბებული იყო და ზუსტად ამისთვის იყო მოაზრებული ის რედაქცია, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული. ამ სამუშაო პროცესშიც და საბოლოოდ კონსტიტუციის რედაქციაშიც აისახა ის სულისკვეთება, რომელიც იმ მომენტში ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას. $1995 წლის 24 აგვისტოს 18 საათზე 159 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. სხდომაზე დამსწრე 177 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 10-მა არ მიიღო. 1995 წლის 29 აგვისტოს კი კონსტიტუციის ხელმოწერის ცერემონიალზე მიმავალი ედუარდ შევარდნაძე იმელის შენობის ეზოში ააფეთქეს. შევარდნაძე გადარჩა კონსტიტუციაც და გადარჩა სახელმწიფოც. საბოლოოდ საქართველოს მესამე რესპუბლიკის კონსტიტუციას ხელი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო დღეს 17 სექტემბერს მოეწერა. $1995 წლის კონსტიტუცია იმდროინდელ საქართველოში შექმნილ რეალიებს ასახავდა, საიდანაც უმთავრესი პოლიტიკური სისტემის შექმნა და სტაბილიზაცია იყო. იმელის პარლამენტის პოლიტიკური სიჭრელე თვალსაჩინო პრობლემად იქცა. მის შესამცირებლად კონსტიტუციაში 5%-იანი საარჩევნო ბარიერი დაწესდა. იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი თამასა აბსოლუტური უმრავლესობისათვის დაუძლეველი აღმოჩნდა და ხმათა 60% გამარჯვებულ სამ პარტიაზე პროპორციულად გადანაწილდა. შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირმა ხმათა 23.35%-ით პარლამენტში სრული უმრავლესობა მოიპოვა. რამდენიმე წელიწადში, როგორც კი პოლიტიკური საჭიროება გაჩნდა, უმრავლესობის მიერ კონსტიტუციაში პირველი შესწორებაც მომზადდა. 1999 წლის 20 ივლისს საარჩევნო ბარიერი 5%-დან 7%-მდე გაიზარდა. წვრილი პარტიების შანსი პარლამენტში მოსახვედრად უფრო მეტად შემცირდა. პარლამენტის თავმჯდომარედ ვასახელებთ ბატონ ზურაბ ჟვანიას.
2000 წელს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. რამდენიმე თვეში კი მან კონსტიტუციური რეფორმის გატარება დაიწყო. მის მიერ ინიცირებული ცვლილებებით ქვეყანაში სუპერ საპრეზიდენტო მმართველობა მყარდებოდა. ჩნდებოდა პრეზიდენტის გაფართოებული უფლებები და უუფლებო პრემიერ-მინისტრის პოსტი, დათხოვნის გაიოლებული მექანიზმებით დაშინებული პარლამენტი და ძალაუფლების სრულიად დარღვეული ბალანსი. შემოთავაზებულ წინადადებებს კრიტიკის ქარცეცხლი ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთნაირად დაატყდა. ცვლილებები ჩავარდა, ხოლო მესამე 1000 წლეულის დასაწყის საქართველო კვლავ საპროტესტო გამოსვლებით შეხვდა. 2001 წლის სტუდენტური გამოსვლები 2003 წლის გადატრიალების რეპეტიცია აღმოჩნდა. ყველაფრის შედეგად ედუარდ შევარდნაძე აღმოჩნდა სახლში, ხოლო მის სავარძელში რევოლუციური ხელისუფლება მოკალათდა. რეფორმატორის იმიჯით შემკული ქვეყნის ახალი მმართველი პირველ რიგში კონსტიტუციას მიადგა. სოფლიოში არსებობს დემოკრატიული კონსტიტუციები მიღებული არადემოკრატიული გზით, მაგრამ არ არსებობს დემოკრატიული გზით მიღებული არც ერთი ავტორიტარული კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ორი მომენტი: რამდენად დემოკრატიულია ეს პროცედურა და რამდენად ეფუძნება ახალი კონსტიტუციის მიღება ან ცვლილებების შეტანა ფართო და სრულფასოვან მსჯელობას. ამბობს ცნობილი კონსტიტუციონალისტი ჯონ ელსტერი. პოსტრევოლუციურ სინამდვილეში მოვლენები ისე განვითარდა, რომ არათუ ზემოთხსენებული ორი ძირითადი ფაქტორი, არამედ სამართლებრივი განხილვისა და პუბლიკაციის წესიც კი სრულად იქნა ნიველირებული. ფაქტობრივად 2004 წლის და 10 წლის ცვლილებები შეგვიძლია დავინახოთ რაღაც ერთ ჭრილში, რამხრივ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ხდებოდა და კარგად ახასიათებს საჩუქრებში იმ მიზნებს, რომელსაც ემსახურებოდა ეს ცვლილებები. 2004 ცვლილებები საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2003 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ცვლილებისგან გამომდინარე, რომელიც არჩევნების შემდეგ მღელვარებას მოყვა, იყო, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად რევოლუციის პროდუქტი. და რას გულისხმობ ამაში? მე მაშინაც ჩართული ვიყავი სხვადასხვა საკონსულტაციო საქმეებში და მახსოვს ის საუბრები დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით, მახსოვს ის საუბრები, რომელიც მაშინ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმართებოდა. გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ იყო გარკვეულწილად საკანონმდებლო ჩარჩოდან გასვლის ფაქტები, როდესაც ხდებოდა მორგება კანონებისა, ან გასვლა კანონებისა, გვახსოვს ფაქტობრივად გარკვეული რეპრესიული ხასიათი თავიდანვე გამოარჩინა მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ და მე მახსოვს მაშინდელი ლიდერები დღეს კვლავ რომლებიც ოპოზიციიდან გმოძღვრავენ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, რომელიც უცხოელ საელჩოების თუ დონორების წარმომადგენლებთან ერთად იმართებოდა, როდესაც ითქვა, რომ გარკვეული წუხილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ხდებოდა კანონს მიღმა მოქმედება. და ამაზე მისი პასუხი, რომ აქ მოხდა რევოლუცია და რევოლუციის დროს უნდა ხდება კანონების გარკვეულად, ასე ვთქვათ, გაწელვა და მორგება სიტუაციაზე. ეს არის ძალიან პრინციპული მუხლები ჩვენთვის, როგორც მეორე, ასევე მეშვიდე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შემოვიდეთ იმუნიტეტი და გარანტირებული იმუნიტეტი მეშვიდე მუხლით, ასევე მეორე 2004 წლის 6 თებერვლის ცვლილებებს საფუძვლად შევარდნაძის 2001 წლის საკონსტიტუციო პროექტი დაედო. წინამოწვევის პარლამენტში მოსმენა განხილვად ჩაითვალა და კონსტიტუცია განსაკუთრებული სიუხეში შეიცვალა. სახელმწიფომ 2 წლით ადრე დაწუნებული და გაკრიტიკებული სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა მიიღო, რომელიც თქმიანად ახალ პოლიტიკურ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ერგებოდა. მესამე მოსმენით მიმდინარეობს კენჭისყრა საქართველოს
ცვლილებათა შედეგად პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაფართოვდა. პარლამენტი დასუსტდა. შეიქმნა ხელისუფლების ახალი აღმასრულებელი ორგანო პრემიერ-მინისტრითა და მთავრობით. ხოლო პროკურატურის სისტემა სასამართლო ხელისუფლების განშტოებიდან მთლიანად გამოვიდა. ამ და სხვა ცვლილებებმა სათავე დაუდო ძალაუფლების უზურპაციისა და მმართველობის 9-წლიან პერიოდს, რომელიც დასავლურ დემოკრატიული რეფორმების საბურველით შეიფუთა, ხოლო შინაგანად რევოლუციური ხელისუფლებების ადრეული ეტაპებისთვის დამახასიათებელი ყველა მანკიერებით გაიჟღერდა. ცვლილების შედეგად მივიღეთ კარიკატურული უზურპატორი, რომელმაც ქვეყანას ყველა შესაძლო განსაცდელი თავს დაატეხა. დავიწყოთ იმით, რომ თავად იმ მოქმედ კონსტიტუციაში არაფერი იყო ნათქვამი საკუთრების უფლებაზე, გარდა იმისა, რომ აქცენტი იყო გაკეთებული, რომ საკუთრების უფლება შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ჩამორთმეული სახელმწიფო მიზნებიდან გამომდინარე, ანუ აქაც რაკურსი იყო ის აქცენტი და ის მიზანი, რაც მათ ჰქონდათ. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ფორმალურადაც კი არ იყო მოხსენიებული კონსტიტუციაში, რასაც პრაქტიკაში ანხორციელებდნენ ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით, ეს იყო სრული ტერორი და რეკეტი კერძო სექტორის. დავიწყოთ იმით, რომ დაწყებული ყველაზე მცირე მეწარმიდან დასრულებული ყველაზე მსხვილი ბიზნესმენით თითქმის ყველას ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის რეკეტის სხვადასხვა ფორმა გამოვლილი. ეს იყო ციხეებში გადაფორმება, ბიზნესების ჩამორთმევა, დაბარებები, დაშინებები, ცემა, ოჯახის წევრებით ტერორი და ასე შემდეგ. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. კითხულობთ კონსტიტუციის 2004 წლის რედაქციის მე-5 მუხლში. რევოლუციური ხელისუფლების რეფორმატორული სულისკვეთება და ცვლილებების დინამიკა დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლების დევნის ჩათვლით დაახლოებით წელიწადნახევარი გაგრძელდა. ამასობაში ტრაგიკულად დაიღუპა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. მართლ გუნდში კი კოალიციური ბალანსი საბოლოოდ გაქრა და თავისუფლების მოედანზე ამერიკის პრეზიდენტის მიერ ნაკურთხ მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების სრულ მონოპოლიაზე ხელს აღარაფერი უშლიდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მომენტიდან შეიცვალა ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო და ხალხის მიმართ ახალი კულტურულ რევანშისტული რევოლუცია დაიწყო. რა თქმა უნდა, ამან განაპირობა, აი ეს იყო ხელშემწყობი და ეხლა როგორ არის იცით, თვითონ სააკაშვილის ბუნება, აი ეს ერთპიროვნული მმართველობის ისეთი იყო, რომ რანაირი კონსტიტუციაც არ უნდა ყოფილიყო და კანონები, ის მაინც იქნებოდა ესეთი ერთპიროვნული მმართველი, მაგრამ რა თქმა უნდა, მას ერჩივნა, რომ ფორმალურად ეს ყოფილიყო საკანონმდებლო ბაზა ამის და ფორმალურად კანონიერის ხახე მიეცა იმ ყველაფრისთვის, რასაც ის ჩადიოდა. საზოგადოების მთელი რიგი ფენების ჩარეცხილებად სტიგმატიზებას ხელისუფლების მოკავშირე ელიტისაგან მოდერნიზაციის პროექტი ეწოდა. მისი მზარდი მანკიერებების სუსტი კრიტიკა კი უფრო ორთქლის გამოშვებას დაემსგავს. სანაცვლოდ, ბევრად მკაფიო და ხმამაღალი იყო ხალხის რეაქცია მზარდ ავტორიტარიზმზე, შელახულ უფლებებსა და ღირსებაზე, რამაც მალევე აზვირთებულ საპროტესტო ტალღად იხულა. ნოემბრის სასტიკი დარბევისას ხალხისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის მასშტაბი და ცივსისხლიანობა, რითიც მათივე არჩეული ხელისუფლება გაუმასპინძლდა.
კონსტიტუციის სულისკვეთება ფეხქვეშ გაითელა და სახელმწიფო ტოტალური რეპრესიისა და კონტროლის აპარატის მშენებლობას შეუდგა. ხალხი და მისი ნება უბრალოდ ჩაირეცხა. ამის შემდგომ ჩვენ მოვდივართ ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში, როდესაც შესაძლოა ეს კერძო საკუთრება დაიშვებოდა, მაგრამ სახელმწიფო სრულად ჰქონდა ფეხქვეშ გათელილი კერძო მესაკუთრის უფლება და აღარ საუბრობ თქვათ ბიზნესზე, რომლის ტერორის არაერთი შემთხვევა ვიცით, არამედ ჩვეულებრივი ერთი სტატისტიკური მოქალაქის უფლებაც კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით იყო ყოველწამიერად დარღვეული. ჩვენ ვხედავდით სახლებიდან გამოსახლებას იმ მიზნით, რომ იქ ვიღაცას ჰქონდა ბიზნეს ინტერესები, რომ რაღაცა ახალი მშენებლობა უნდა დაეწყო და ადამიანებს ტოვებდნენ ელემენტარულად პირადი საცხოვრებელი სახლების გარეშე. და ეს ფაქტები იყო ნორმად მიღებული და დაკანონებული და რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, იყო ზუსტად ეს მემკვიდრეობა, როდესაც ჩვენ ერთი მხრივ უნდა მიგვეღო და გამოგვეძიებინა ეს ტერორის და რეკეტის ფაქტები, ადამიანის კერძო საკუთრების შებრალვის кейსები და რაღაც ფორმით დაგვეწესებინა ის სწორი ნორმები და სტანდარტები, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს. საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს, ამბობს კონსტიტუცია. Спасибо большое, уважаемая госпожа Федеральная. საერთაშორისო ასპარეზზე გეოპოლიტიკური რისკების შეუფასებლობამ და სხვის საჭადრაკო დაფაზე პაიკის როლის მორგებამ საქართველოს ავტორიტარი მმართველები ომის ქარცეცხლში გახვია. სრულიად დისკრედიტირებულმა ხელისუფლებამ მმართველობის გზად მეტი წნეხი, ცენტრალიზებული პროპაგანდა, განსხვავებული აზრის ჩახშობა და ეკონომიკური ტერორი აირჩია. ბუნებრივია, რომ სისტემური ძალადობის მთავარი საფრთხობელის როლს ციხე ასრულებდა. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ პიკს მიაღწია. სახელმწიფოს მმართველობა პირდაპირ ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადავიდა. მთელი სასამართლო სისტემა და პრაქტიკულად უოპოზიციო პარლამენტი ნოტარიუსის ფუნქციებს დასჭერდნენ. ლამაზ იუსტიციის სახლებში ყოველგვარი ზედმეტი რაღაცების გარეთ. თუკი 2004-ში ეს იყო ძალაუფლების ასე ვთქვათ ხელში ჩაგდების შესაძლებლობა კონსტიტუციური ცვლილებებით მაშინაც მოხდა 2010-ის ცვლილებებში უკვე იკითხებოდა ძალაუფლების ჩაბეტონების, ჩაცემენტების მცდელობა. ასე ვთქვათ რეჟიმის სისტემის გამყარების მცდელობა და მაშინ იქნა ზუსტად ასე ვთქვათ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის შემოთავაზების საფარით ასე ვთქვათ იკითხებოდა რომ სინამდვილეში ეს იყო სურვილი რაღაც მუდმივი მმართველობის მოპოვებისა. ასე რომ 2004 და 2010 ძალიან კარგად ათისწვლილებები ძალიან კარგად აჩვენებს მათ შორის იმ დროინდელი ხელისუფლების მიზნები, საწყისი მიზნები და განზრდობითი მიზნები რაც იყო. არც ერთ ცალკე აღებულ პერიოდში საქართველოს ისტორიის 5 წელიწადში არ აშენებულა არც სხვა შორის დავით აღმაშენებლის დროს, არც თამარ მეფის დროს, არც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ხელისუფლებამ რეპრესიული ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა და მთლიანად მას ჩაებღაუჭა. ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შენარჩუნება და მმართველობის უვადოდ უზრუნველყოფა მთავარ ამოცანად იქცა. ბიზნესი ტოტალურ კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა, ხოლო სრულიად დასუსტებული ოპოზიცია საბოლოოდ განადგურებულიყო. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა მალე მიიწურებოდა, მისი ხელისუფლებაში დარჩენა კვლავ საკონსტიტუციო რეფორმას უნდა მოეხდინა. მართველი გუნდი ახალ იდეას ქმნის.
საბაბად ავიღოთ 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკა და მმართველობის ახალ ფორმაზე გადავიდეთ. გავანულოთ ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადა და ახალი ათვლის წერტილი გავაჩინოთ. ასე ჩაეყარა საფუძველი 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტო მოწყობას უნდა შეეცვალა. ცვლილება ძალაში ეტაპობრივად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შევიდოდა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისაც, რომ შეიკრიბეთ. რაც შეეხება 2010 წლის ეპიზოდს, მაშინ იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრაქტიკაში ისე ვერ ამოქმედა, როგორც იყო ჩაფიქრებული. მაშინ ამას აქტიურად უწოდებდნენ პუტინ მედვედევის ფორმულას და იდეა იყო მთავარი ასახული შემდეგი. სააკაშვილი ვეღარ რჩებოდა პრეზიდენტის თანამდებობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ეწორებოდა ორი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა და მას სურდა დარჩენილიყო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერად უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. მაშინ მე აქტიურად გამოვდიოდი 2010 წელს ამ ცვლილებების წინააღმდეგ, მათ შორის ამის გამოც. რეალურად აბსოლუტურად ნათელი იყო ის, რომ რას ემსახურებოდა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები და გარდა ამისა მეორე პრობლემა რაც ჰქონდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს იყო ის, რომ ის არ იყო თავსებადი კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან. თუ მანამდე 2004 წლიდან მოქმედი რედაქციის მიხედვით ჭარბი ძალაუფლება იყო თავმოყრილი პრეზიდენტის ხელში, უკვე 2010 წლის რედაქციის საფუძველზე ჭარბი ძალაუფლება გადადიოდა პრემიერ-მინისტრის ხელში და სააკაშვილს უნდა გადაენაცვლა უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ისეთივე ჭარბი ძალაუფლებით, როგორც ჰქონდა მას პრეზიდენტობის პერიოდში. 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში უკანასკნელი ოპოზიციური ერთობა ოფიციალურად დაიშალა. მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარულმა მმართველობამ უკანასკნელი ფორმალური ოპონენტიც დაკარგა. სწორედ მაშინ, როცა უიმედობა და აპათია ბოლომდე გაფორმდა, უკან სიბნელეში სხივი გაჩნდა. ამის შემდგომ მეყურადღებით ვაგონებთ ოპოზიციურ სპექტრს. საჯარო სივრცისგან ჩრდილში მყოფი მეცენატი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და საზოგადოებას ხელი გაუწოდა. მოსულიყო ლეგიტიმური მთავრობა. სწორედ ამ დღიდან იწყება ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, გამარჯვების და ძალადობისგან გათავისუფლების პერიოდი, რომელიც ზუსტად 5 წელიწადს გაგრძელდა და 2016 წლის 8 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო არჩევნებში ცალკე პარტიად გამარჯვებით დასრულდა. ახალმა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და მეორე დღიდანვე კონსტიტუციის გამართვას შეუდგა. ფიქრობ, რამდენიმე ფაქტორმა შეასრულა როლი 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თავისთავად ის, რომ იმ მომენტში პარლამენტის თავმჯდომარე იყო ირაკლი კობახიძე, კონსტიტუციონალისტი, რომელიც ასევე ის თაობა იყო, რომელიც ამ კონსტიტუციასთან ერთად გაიზარდა და მისი ყველა, მათ შორის გარკვეული ტექნიკური ხარვეზებიც ამ მხრივ ძალიან კარგად იცოდა. მის პარლამენტის თავმჯდომარეობასაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ დაწყებულიყო, არამედ წარმართულიყო ასევე ეფექტიანად. საზოგადოებას ვინც მაშინ თვალყურს ადევნებდა, ალბათ ახსოვს, რამდენად საჯარო, დეტალური იყო განხილვები. მბრძანეთ ბატონო ირაკლი, რომ ეს არის 12, შემდეგ ბატონ მაბრძანა ისევ რომ ეს არის 8%. 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი мотиваცია განსხვავებით წინა პერიოდის ცვლილებებისგან ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის დახვეწის, ჰარმონიზაციის და მოწესრიგების მიზანმა განაპირობა. საქართველოს მესამე რესპუბლიკის საპარლამენტო მმართველობაზე სრულად გადასასვლელად ქვეყნის კონსტიტუცია შესაბამის ცვლილებებს საჭიროებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა არა მმართველი პირის ძალაუფლების განმტკიცებას, არამედ დემოკრატიის გაძლიერებასა და კანონმდებლობის გამართვას მოემსახურა. პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევით და შეურაცხყოფას აყენებთ საზოგადოებას. თვითონ ამ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესმა უკვე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას გარკვეული პრობლემები. გახადა უფრო მოწყვლადი ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ. რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ ოპოზიციის ჩართულობის მიუხედავად, პოლიტიკური წინააღმდეგობის კერა მაინც გაჩნდა და მის მამოძრავებელ ძალად მოქმედი პრეზიდენტი იქცა. მმართველ ძალას ჭიდილი პოლიტიკური ძალთა ბალანსით განპირობებულ დღის წესრიგთან კვლავ მოუხდა.
რომელთაც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაცვა დაიწყეს. წინადადებები, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია ოპონენტებისგან ღებულობდა, მიმდინარე მომენტის პოლიტიკური რეალობიდან ამოდიოდა და კანონმდებლობის გრძელვადიან სტრატეგიულ შედეგს არ ასახავდა. თქვენ რეალურად ქმნით არაფორმალურ შეიარაღებული ძალების შექმნის შესაძლებლობას. თქვენ უბრალოდ ხედრიონს შექმნით ამ ქვეყანაში ამ კონსტიტუციური პროექტით. რაც შეეხება 2016 წლის ცვლილებებს, ჩვენს ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია შეცვალა საკუთარი სუბიექტური ინტერესების აზიანოდ. იგივე რო ავიღოთ მაგალითად პროპორციული საარჩევნო სისტემა. მანამდე მოქმედებდა შერეული საარჩევნო სისტემა, რაც სუბიექტურად, რა თქმა უნდა, მომგებიანი იყო მართველი პარტიისთვის, ჭარბ უპირატესობას ანიჭებდა არჩევნების შემდეგ მანდატების გადანაწილების დროს და არასდროს არც ერთ მართულ პარტიას საქართველოში არ გავაკეთებია ასეთი რამ, რაც გავაკეთეთ ჩვენ, რომ საკუთარი სუბიექტური ინტერესების საზიანოდაც კი არათუ სასარგებლოდ არ შევცვალეთ, საზიანოდ შევცვალეთ ქვეყნის ძირითადი კანონი. და მთავარი პრინციპი იყო რა, რომ პირველ ადგილზე დგას სამართალი და სამართლებრივი პრინციპები. და ეს არის მთავარი ლაიტმოტივი, რაც საფუძვლად დაუდო ბიზნესმენებმა 2012 წლიდან ქვეყანაში მართლობის სისტემის და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას. ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. წინააღმდეგობების მიუხედავად საკონსტიტუციო რეფორმა შედგა. მასში ასახული ცვლილებები მომდევნო წლების განმავლობაში თანდათანობით ამოქმედდა. სრული პროცესი 2024 წლის მიწურულს 29 დეკემბერს დასრულდა, როდესაც პარლამენტის სასახლეში კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა. პოსტსაბჭოთა ქაოსიდან, ანარქიიდან, ტერიტორიული თუ სამოქალაქო ომებიდან და ნანგრევებიდან დაბადებული საქართველოს მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია 30 წლის განმავლობაში რთული და წინააღმდეგობრივი გზა გაიარა. პოლიტიკური ველის ცვლილების კვალდაკვალ იცვლებოდა მისი ფორმა, შინაარსი, გამოყენება და მნიშვნელობა. ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოტანილმა ცვლილებებმა წინამორბედების მიღწევები საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტში დაჩრდილა. მათგან განსხვავებით, ხანგრძლივმა მმართველობამ ქართული ოცნება არათუ დაასუსტა, არამედ მეორე სუნთქვა გაუხსნა და სრულიად შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ეტაპს შეუდგა.